ათწლეულების განმავლობაში შექმნილი მუსიკალური ტრადიცია რუსთავის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლა წარმატებული მოსწავლეების ნამდვილ სამჭედლოდ იქცა. სასწავლებელი, სადაც 8 სხვადასხვა მიმართულება ფუნქციონირებს, არაერთ საერთაშორისო თუ ადგილობრივ კონკურსზე მიღწეული გამარჯვებებით ამაყობს. გამორჩეულია საგანმანათლებლო მიდგომაც. პროცესს აქ გამოცდილი პედაგოგები უძღვებიან, რომლებიც თავადაც ხშირად დგანან სცენაზე და საკუთარი შემოქმედებით მოსწავლეებს წარმატების მაგალითს აძლევენ. რუსუდალ ლოლაძისა და ირაკლი თელაურიძის რეპორტაჟი. ეს ვოკალური ჯგუფი გროსოქტეტია. მათ თვითმყოფადი, გამორჩეული მუსიკალური ხელწერა აქვთ. ძირითადად ჯაზს ასრულებენ, თუმცა ძველ თუ ახალ სიმღერებს სიცოცხლეს სცენენ და მსმენელს საკუთარი ინტერპრეტაციით შექმნილ განსაკუთრებულ ვერსიებს სთავაზობენ. ჯგუფი 2016 წელს შეიქმნა და მას შემდეგ მრავალფეროვანი რეპერტუარით, ქართული და უცხოური კომპოზიციებით, მსმენელის სიყვარულსა და აღფრთოვანებას არაერთხელ იმსახურებს. 2016 წელს ვემზადებოდით პედაგოგების კონცერტისთვის და გადავწყვიტეთ ერთობლივად ჩაგვეწერა სიმღერა. ეს პროცესი იმდენად მოგვეწონა, რომ შემდგომში გავაგრძელეთ მეცადინეობა და ჩამოვყალიბდით როგორც ვოკალური ჯგუფი. ამ ჯგუფში შედიოდნენ ჩვენი სკოლის პედაგოგები. ჩვენ მიღებული გვაქვს არაერთ კონკურს ფესტივალში მონაწილეობა, დიდი წარმატებით სხვათა შორის, მათ შორის არის ერთ-ერთი ჩვენი პროექტი ბატონ ლაშა ღურონთან ერთად, რომელმაც ოქროს ტალღაზე თავარი პრიზი მოგვაგებინა, ასე ვთქვათ, და ამ სცენაზე დაგვიყვანა ოპერაში იყო ეს ღონისძიება, ძალიან ესეთი სერიოზული კონკურსი. ჩვენ ძალიან წარმატებით მოღვაწეობთ. ჩვენი მიზანი არის, რომ განვითარდეთ, სხვადასხვა მომღერლებთან ჩავწეროთ სიმღერები და ჩვენ ძალიან დიდ ზეგავლენას ვახდენთ ბავშვებზე, იმიტომ რომ ბავშვები რო გვიყურებენ, მართლაც აღფრთოვანებულები არიან და რომ ესე რომ ვთქვათ, უფრო მეტად დაინტერესება მეტი არის, როდესაც ბავშვი ხედავს ეთერში თავს მასწავლებელს, უფრო მეტად ინტერესი მატულობს. ვოკალური ჯგუფის წევრები რუსთავის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელოვნებო სკოლის პედაგოგები არიან. ისინი ამბობენ, რომ მათი არსებობა მოსწავლეებისთვის დამატებითი мотиваცია და შთაგონების წყაროა. სწორედ ბავშვებთან მუშაობა არის ყოველდღიურობის მთავარი ნაწილი და ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა. სახელოვნებო სკოლა, სადაც 8 სხვადასხვა მიმართულება ფუნქციონირებს, მრავალი წარმატებული საერთაშორისო თუ ადგილობრივი კონკურსების გამარჯვებული მოსწავლით ამაყობს. ახალგაზრდა პიანისტები ამბობენ, რომ მუსიკა მათი ცხოვრება შეცვალა და სამყარო სრულიად სხვა თვალით დაანახა. მუსიკა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან საპასუხისმგებლოა და ამდენი გამარჯვება და ჩვენი ყველა წარმატება არის ჩვენი პედაგოგების დამსახურება. ბოლო 2 წელი არის დუეტში ვუკრავთ, საკმაოდ ბევრ წარმატებას მივაღწიეთ ერთად, ერთობლივ მუშაობით. ამის გამო ყოველი ჩვენი გაკვეთილზე შეხვედრა არის ძალიან მხიარული და ხალისიანი და ასევე გაკვეთილის გარეთ შეხვედრებით, რაც ასევე ძალიან დიდი დამსახურება ჩვენი მასწავლებლის. არაერთ საერთაშორისო კონკურსზე მაქვს მონაწილეობა მიღებული პრაღაშიც, ასევე ლიტვაშიც, სადაც წარმატებით ჩაიარა ყველაფერმა და როგორც მუსიკალური სკოლა ვასახელი ასევე ქალაქი და ქვეყანაც.
ჩვენი სკოლაც ძალიან ერთ-ერთი მიზეზი არის იმისა, რომ ჩვენ ასეთი წარმატებულები ვართ და უამრავ კონკურსში ვიღებთ მონაწილეობაში. მაგალითად, როგორც არის ქალაქ ზესტაფონში ვალერიან შიუკაშვილის კონკურსი, ქართული ეროვნული კონკურსი, წყალტუბოში კონკურსები ტარდება ასევე და ეს ხელს გვიწყობს იმისათვის, რომ განვითარდეთ საზოგადოებას მივეჩიოთ და დავხვეწოთ ის მუსიკალური მანერები, რომელიც საჭირო არის, რომ მომავალში გამოგვადგეს როგორც პიანისტებში. ჩვენი პედაგოგები არის სასწაული ადამიანები, ის არა მხოლოდ მუსიკას გვასწავლენ, ასევე ცხოვრებულ გაკვეთილებსაც გვიტარებენ და ჩემი პედაგოგი ყველაზე მეტად მიყვარს აბსოლუტურად და ყველაზე მეტად მიყვარს და ის რომ არა მე ვერ გავიგებდი მუსიკის ამ დიდ აზრს. ძალიან მოწონს მე მუსიკა. ბევრ კონკურსებზე გავსულ ვარ, ვუკრავ ასევე ჩემს ორ მეგობართან ერთად ანსამბლში და ერთ-ერთ კონკურსზე ძალიან მაღალი ხარისხის დიპლომით კი მივიღე და ფულადი პრემიაც მომცეს მეც და ჩემს მეგობრებსაც და ბევრჯერ მიგვიღია ლაურეატის წოდებაც კი. დუეტში უკრავენ და უამრავი კონკურსის პრიზიორები არიან ტყუპი ძმები ალექსანდრე და ანდრია გალანდაძეები. ფორტეპიანოსთან მათი მეგობრობა 7 წლის წინ დაიწყო. დღეს კი თითოეული შესრულება მათ თავდადებაზე, შრომასა და მუსიკისადმი უსაზღვრო სიყვარულს ემეტყველებს. ჩემთვის ფორტეპიანო ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, რომელიც ყოველთვის მეხმარება განვითარებაში. ამ 7 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი წარმატება აქვს მიღწეული და ეს არის ჩვენი პედაგოგის დამსახურება, რომელიც ყველაფერს აკეთებს ჩვენი წარმატებისთვის. პირველ კლასელი ნინუცასთვის ფორტეპიანო ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, საკუთარი ემოციების გამოხატვის ყველაზე გულწრფელ ენად. სანამ ფორტეპიანოზე შევიდოდი, ძალიან მინდოდა რომ მესწავლე ფორტეპიანოზე დაკვრა. როდესაც ვუკრავ, სიამოვნებას მოიჭებს დაკვრა და გადაწყვეტილი მაქვს რომ გამოვიდე პიანისტი. საყვარელი შემსრულებელი რომელია და კომპოზიტორი? საყვარელი კომპოზიტორი არის იოჰან სებასტიან ბახი. პატარა პიანისტი დათუნა ქიტიაშვილია. ის უკვე 4 წელია სახელოვნებო სკოლის მოსწავლეა. თითქმის ყველა რეგიონულ კონკურსში მონაწილეობს და არაერთი ჯილდოს მფლობელია. აპრილში კი ნორჩ შემსრულებელთა კონკურსზე ოქროს სერტიფიკატი მოიპოვა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი დიდი მუსიკალური ოცნებისკენ. ძალიან მიყვარს მუსიკა, კონცერტები, კონკურსები. ჩემი საყვარელი კომპოზიტორები არის ბეთჰოვენი, ბახი და შოპენი. მე ბერს მეცადინეობ 4-5 საათი დღეში. კონცერტები, კონკურსები და წარმატები დაბრუნებული ახალგაზრდა მუსიკოსების სახელოვნებო სკოლის ყოველდღიურობად უკვე დიდი ხანია იქცა. საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ კი გროს ოქტეტის დაუღალავი რეპეტიციები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ნიჭს შრომა სჭირდება, შრომას მოთმინება, ხოლო შედეგი ყოველთვის მოდის მათთან, ვისაც საკუთარი საქმის გულით შეერა.